რა შეიძლება ითქვას კვანტურ კომპიუტერებზე და იმაზე, შეძლებენ თუ არა ისინი ბიტკოინის დაცვის გატეხვას? მოკლე პასუხი არის, არა. ბიტკოინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და პრაქტიკულად დაუნგრეველი სისტემაა. უფრო გრძელი პასუხი ასეთია. ბიტკოინი არის იდეოლოგია, რომელიც პროტოკოლის სახით არის გამოხატული. ეს პროტოკოლი კი საბოლოოდ გადაიქცა ქსელად, რომლის საშუალებითაც ციფრული აქტივი მუშაობს. როცა ამას გაიგებ, წარმოიდგინე ასეთი მაგალითი. თუ კვანტურმა კომპიუტერმა შენი ელფოსტის ანგარიში გატეხა, ეს ნიშნავს, რომ ინგლისური ენა განადგურდა. ან კვანტურმა კომპიუტერმა შეიძლება მთლიანად დაანგრიოს მათემატიკა. ათობითი სისტემა, ესეც პროტოკოლია. თუ რომელიმე პროგრამა დაუცველი გახდა, უბრალოდ განაახლებ პროგრამას. მაგრამ რატომ ვიყენებთ ციფრებს 0-დან 9-მდე? იმიტომ რომ დაახლოებით 900 წლის განმავლობაში დასავლურმა ცივილიზაციამ გააცნობიერა, რომ ამ სისტემით გამოთვლები უფრო ეფექტურია. ეს ერთადერთი სისტემა არ არის. არსებობს ორობითი სისტემა, არსებობს 16-ობითი სისტემაც. რატომ გვაქვს წელიწადში 12 თვე? რატომ არის წრეში 360 გრადუსი? იმიტომ რომ ბაბილონელებს სხვა მათემატიკური სისტემები ჰქონდათ. ჩვენ გვაქვს ჩვენი მათემატიკური სისტემა. ასევე არსებობს სხვადასხვა ენა. რატომ ვიყენებთ ინგლისურს? ამის ბევრი მიზეზია. მეცნიერები, ეკონომისტები და ცივილიზაცია დროთა განმავლობაში შეთანხმდნენ ამაზე. ესეც პროტოკოლია. ბიტკოინიც პროტოკოლია. მაგრამ როგორი პროტოკოლი? ეს არის მონეტარული პროტოკოლი. და რას ეფუძნება ის? იდეოლოგიას. ეს იდეოლოგია ეფუძნება სუვერენიტეტს, სიმართლეს, ფინანსურ სიმყარეს და თერმოდინამიკურ სისწორეს. რატომ თერმოდინამიკურ სისწორეს? იმიტომ რომ 1+1 ყოველთვის 2 უნდა იყოს. თუ ზოგჯერ 3 გამოვიდა და ზოგჯერ 1/9, მაშინ ვეღარანაირ პრობლემას ვერ გადაჭრი. ინჟინერიაში არსებობს ტერმინი ადიაბატური სისტემა. ეს ნიშნავს დახურულ სისტემას. როდესაც რაიმეს აშენებ ან ინჟინერულ სისტემას ქმნი, ყველაფერი იწება ასეთი დაშვებით. ვივარაუდოთ, რომ სისტემა დახურულია და გარედან ენერგია არ შემოდის. მაგალითად, თუ ვივარაუდებთ, რომ სისტემა დახურულია, ჩვენი პოდკასტი შეიძლება რამდენიმე საათი გაგრძელდეს. მაგრამ თუ მოულოდნელად გოძილა მოვიდა და სტუდია დაანგრია, ყველაფერი შეიცვლება, რადგან ახალი ენერგია ჩაერთო. როდესაც სისტემაში მოულოდნელი ფაქტორი ჩნდება, ყველა წინასწარი გათვლა იცვლება.